მოგესალმებით მეგობრებო. რა ფოთხი ყავს მოკლედ ეს ადამიანებით. აი ჟესტი ბოლომდე არა გაკეთებული მოკლედ ეს ეტაჟდებით თამაშობს. მოკლედ აქედან რო აწვევი აი ბერავს. ეს გულისცემასავით აქ დაჩიჩქნული აქ. მოკლედ ეს ყველაფერი გასასწორებელი რომ ეს კანტი კანთან იდეალურად დაჯდეს და გაიმეოროს და გაყვეს თავის უკანაკარებს. შიდა მხარეც რა თქმა უნდა გასაკეთებელია, ეს აი ამ დაზიანება შიდა მხარეც გააფუჭა. მოკლედ მოგვიწევს აი ეს შეღება და ამ ყველაფრის ლამაზად აკურატად გამოყვანა. ეხლა გავასუფთავეთ, კიდე მიყვებით აი დამწვარი ადგილებს გავასუფთავებთ უკვე დრელით და დავიწყებთ დაშფაკს დამუშავებას და უკვე გადავიღებთ საბოლოო შედეგს თუ რას მივიღებთ ჩვენი რა ფოთხისგან. მოკლედ აი როგორც ხედავთ აი იდეალური გასწორებული. უბრალოდ ტაშტი რავი ეს ყველაფერი გამოსაყვანი მოკლედ რო აი ესე არის თამაში და იყოს იდეალურად რა. так მოკლედ დავამზადეთ მეგობრებო. აი ესე გავასწორეთ. აი ესე კანტი კანჩი, აქაც ეს ფორმა გამოვიყვანეთ, არ ქონდა გაკეთებული, მოკლედ აი ეს ატაჩილებული იყო გერმედიკით, ესაც გამოვიდა და ეს ფორმაც გამოვიდა, მოკლედ აი ესე კანტი კანჩი, მოკლედ აი ესე გამოვიდა მაქსიმალურად, მიუხედავად იმას, თუ გახსოვთ რას გავდა გასწორებული როგორ თამაშობდა ფაქტიურად რა, რავი, აი ესე მაქსიმალურად დავხვეწე. ეხლა დავგვიგდოთ ამ სულ ყველაფერს და დანარჩენს კიდევ შეღებილს განახეთ რა. მეგობრებო დასრულდა ჩვენი Toyota. ველოდებით გლობელს მოვაწაიყვანს, დასპორავს თვითონ. აი ეს გამოვიდა კანტებით, მდგომარეობა კი გახსოვთ, ესე მდგომარეობა იყო. აი ეს იდეალურად გამოვიდა. აი ეს ფერიც იდეალურად დაჭდა, მოკლედ არანაირი პრობლემა არც აქვს ფერს. და აი ეს ანუ გასულა შევდახოთ. აი კანტებიც გახსოვთ აქ როგორ თამაშობდა, ეს რო ვაწვებოდი ეს ყველაფერი, მოკლედ აი ესე დავხვეწეთ, გამოვიყვანეთ კანტი კანჩი ესე იდეალურად დაჭდა და ფორმებიც იდეალურად მოყვება, მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო. და ლაიქით გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. შემდეგი პაციენტი პოს M3. ამაზეც მე გადავინაცვლებით და გადავიღებთ მოკლედ როგორ და რანაირად დაიწყება ამის ისტორია მოკლედ ჩვენთან.